აი ესე იგი რას მეუბნები? აღიარება მოხდა, აღდგენა მოხდა 1917 წელს საეკლესიო კრების შედეგად და საბჭოთა კავშირმა აღიარა. აი არ გესმის ეგ საკითხი. აი არ გესმის, არ გეწყინოს, მაგრამ არ გესმის. არ გესმის. საქართველოს ავტოკეფალიას საბჭოთა კავშირი აღიარებდა თუ არ აღიარებდა, ამაზე არ იყო საქმე. ეს ერთი. იმიტომ რელიგიური საკითხი სხვა არის და სახელმწიფოებრივი საკითხი სხვა არის. და რაც ხდებოდა სინამდვილეში, მაშინ იყო სხვა რაღაცა. რუსეთის ეკლესია თვითონ არ წარმოადგენდა ავტოკეფალურ ეკლესიას, იმიტომ რომ პეტრე პირველმა რუსეთის ეკლესია დაუქვემდებარა რუსულ სახელმწიფოს. პეტრე პირველიდან მოყოლებული რუსეთის ეკლესია თვითონ არ იყო დამოუკიდებელი, სახელმწიფოს კუთვნილება იყო. საბჭოთა კავშირში და სტალინის პერიოდში რა მოხდა, იცი ჩემო კარგო? ჯერ სახელმწიფოდან გამოყო სტალინმა რუსეთის საპატრიარქო აღადგინა და თავისუფლება მისცა და მერე უთხრა რომ მიუხედავად იმისა რომ პატრიარქი ხარო და თავისუფლება მივეცითო ეკლესიას რაც პეტრე პირველმა წაართვა რუსეთის მართლმადიდებულ ეკლესიას და ასე შემდეგო შენ უფლება არ აგაქვს რომ საქართველოს ავტოკეფალიის დამოუკიდებლობა არ ცნო და მერე თავისუფალმა დამოუკიდებელმა უკვე რუსულმა ეკლესიამ აღიარა საქართველოს ავტოკეფალია. იმიტომ რომ რუსეთის ეკლესია თუ არ აღიარებდა ავტოკეფალიას, ეს პოლიტიკური საკითხი არ არის. ეს არის საეკლესიო საკითხი, რომელიც სხვანაირად რეგულირდება. თუ ყველა ეკლესია არ ცნობს ეკლესიის დამოუკიდებლობას, ის ეკლესია დამოუკიდებელი ვერ იქნება. და მით უმეტეს ის ეკლესია, რომლის შემადგენლობაშიც იყო. ეკლესია რო გახდეს დამოუკიდებელი, პირველ რიგში ვის შემადგენლობაშიც არის ეკლესია, იმან უნდა აღიაროს მისი დამოუკიდებლობა. და ეს გააკეთა სტალინმა. ისე ცოტა არ ვიცი, შეიძლება მოძღვარიც აკყავს ეკლესიაშიც დადიხარ და თუ ეს ასე არ იყო, მამაოს კითხე. შენ თუ ვერ მოიძებნი ჯიგარო მაგ ინფორმაციას. არავის არ ვერჩი მე ჩემო ძმაო რა. არავის არ ვერჩი მე თვითონ ერჩის უყველა მის თავს. ყალბი, სიაფანტი და აფირისტი ეროვნულის მეზიზღება, სტალინელის მეზიზღება. ისიც მეზიზღება, რა ქვია, ფარისეველი, ქრისტიანის მეზიზღება და ყველა მეზიზღება. არავის არ ვერჩი, ყველა ერჩის მის თავს. ხო, თუ სიმართლე გინდა ასე. უნდა საქართველოს, უნდა ქართველებს დამოუკიდებლობა, უნდა საქართველოს. მე გეტყვი თუ არ უნდა. არ უნდა. არ უნდა. არა ეს დამოუკიდებლობა. ადამიანებს, რომლებსაც ეზიზღებათ საბჭოთა კავშირი და უნდათ ევროკავშირში მისი ქვეყნის შეთხრა, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, იმას საქართველოს დამოუკიდებლობა არ უნდა. ის მონაა, უბრალოდ იცვლის ბატონს. და რამდენი ახლა გაუცნობიერებელ ადამიანს უნდა საქართველოს იყოს ევროკავშირში. და იმას ვერ ხვდება, რომ იგივე საბჭოთა კავშირი და უარესია კიდე. ბევრ რაღაცაში. უბრალოდ ფულია აქ. გონიათ რომ ფულია და გონიათ რომ ხელის გუზე აცხოვრებენ ევროპელები ქართველებს. კი, ერთი რუმინეთი ცხოვრობს ევროკავშირში გაწევრიანების მერე კარგად, ერთი ბულგარეთი ცხოვრობს კარგად, ლიტვა, ლატვია, ესტონეთი ხო საერთოდ გადასარევად არიან და რა უჭირთ ჩემო კარგო და მე საქართველოს ცხოვრობს კარგად. ამიტომ გეუბნები არ უნდათ. აი საბა მეკითხება ერმილეოსო ზურაბაშვილო სტალინიო ასეო თავისი წინაპრების შურისძიების გამო ეზიზღება თუ სხვა რამეშია საქმე. მოიძებნა შემოძმაო ამათმა როდისმერე იყო გადაგვარებულმა ურჯულომ ან მისი წინაპარი იცოდეს ან სხვის წინაპარი იცოდეს. როგორც ამათმა კოლექტიური სახე ამათი ნოე ჟორდანიამ და ნოე რამიშვილმა და მენშევიკებმა არ იცოდნენ. პოლიტიკური ავტონომიის წინააღმდეგიც კი იყო საქართველოსი. მე თავრობის თავმჯდომარე რო იყო რაცა ისტორია მაჩუკა. ასეთი თავში დაეცათ საქართველოს დამოუკიდებლობა, ასე წერდა რომ ლანგარზე რომ მიართვა თუ საქართველოს დამოუკიდებლობა ლანგარზე რომ მიართვა, მაინც ვერ მიიღებსო.